სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსისა. დავით არცა იხილა სვიმონ პეტრე შეურდა მუხთა იესოსთა და რქვა მას. განვე ჩემგან რამე თუ კაცი ცოდვილი ვარ უფალო. საკვირველმან თევზისა ნადირობამან რომლისა მოთხრობა დღეს წარკითხულ იქნა სახარებიდან განაცვიფრა და შეაშინა სვიმონ პეტრე. მან სიყრმიდან გამოცილმან თევზის ნადირობასა შინა მთელი ღამე ინადირა ტბასაზე და გენესარიეთისასა და ვერარა დაიჭირა. დარნააც ერთითა მხოლოდ სიტყვითა იესო ქრისტესითა ურიცხვი სიმრავლე თევზისა შთავარდა ბადესა შინა მისა. ესრედ რომელ ვერ შეეძლო ამოღება მისი წყალიდან. ვიდრემდი არ მოეხმარნენ სხვანი მეთევზე. ამ სასწაულმან ცხადა დაჩვენა მას, რომელ მოძღვარი იგი არა იყო უბრალო ვინმე კაცი, არამედ თვით უფალი და მბრძანებელი ყოვლისა ბუნებისა. მაშინ განკვირვებული მეთევზე იგი შეურდა მუხთა იესოსთა და რქვა მას. განვე ჩემგან რამე თუ კაცი ცოდვილი ვარ უფალო. რასა ნიშნავს ზმანო ესე მოქმედება სვიმონ პეტრესი? რისთვის შეეშინდა მას, ან რისთვის თხოვა უფალსა განსვლა მისგან? გონებ მას უნდა განხარებოდა, რომ ესე ვითარი სასწაულთ მოქმედი შევიდა ნავსა მის. აკურთხა მისი შრომა და მისცა მას დიდი სარგებლობა. გარნა მას შეეშინა და თითქმის შესწუხდა. მას უნდა ისე თხოვნა, რომ დიდხანს დარჩენილიყო მაცხოვარი მასთან, რათა მიეღო მისგან უმეტესი მადლი და სარგებლობა. გარნა იგი ევედრება მას, განვე ჩემგან რამე თუ კაცი ცოდვილი ვარ უფალო. რად იქმს ამას სვიმონ პეტრე? ამას იქმს იგი იმისთვის, რომელ ოდეს იხილა მან ესე ვითარი სასწაული და მით სცნა, რომ მის სიახლოვეს არის უფალი და მბრძანებელი ბუნებისა, აღარ მოაგონდა სარგებლობა თვისი, არცა პატივი, რომელი დასდო მას უფალმა, შევიდარა ნავსა მისა და ქნარა მისთვის ესრეთი სასწაული. არამედ მან წარმოიდგინა ერთი მხოლოდ უღირსება თვისი. მან მხოლოდ ისი ფიქრა, რომ იგი არის ცოდვილი და არა ღირსი ესოდენისა მადლისა, არა ღირსი მიახლებად მაცხოვრისადმი. განვე ჩემგან რამე თუ კაცი ცოდვილი ვარ უფალო. სჩანს, რომელ სიმდაბლე და გრძნობა თვისისა უღირსებისა უცხოველეს იყო ყოველთა სხვათა გრძნობათა გულსა შინა მისა. გარნა ნუჰგონებთ ზმანო, რომ სვიმონ პეტრე იყო კაცი აღსებული უშჯულოებით, ანუ უარესი ყოველთა სხვათა კაცთან. იგი არ იყო არცა კაცის მკვლელი, არცა მპარავი, არცა მეძავი, არცა მოშურნე, არცა სხვათა სჯულთა დამარღვეველი. უკეთუ ესრეთი ყოფილიყო იგი, არცა აღმოარჩევდა მას უფალი მოციქულად, არცა იქნებოდა იგი შემდგომად თავად მოციქულთა. არა, იგი იყო ერთი უბრალო მეთევზე, რომელიც შრომითა ხელთა თვისთათა ზრდიდა თავსა თვისა. გარნას ჩანს, რომელ ძლიერი და ცხოველი იყო გულსა შინა მისა გრძნობა თვისისა ცოდვისა და უღირსებისა. ვინ ვარმე იფიქრა მან, რათა მომიახლოს ესე ვითარი პირი. არ ეკადრება შესვლა ჩემებრ ცოდვილს კაცთანა უწმინდესა გვამსაუფლისასა. მეშინის რაითა არ დამწვას მადლმან მისმან ჩემისა უღირსებისათვის. განვე ჩემგან რამე თუ კაცი ცოდვილი ვარ უფალო. აჰა ძმანო ჩემნო, კეთილი გრძნობა, რომელიცა განუშორებლივ უნდა სუფევდეს გულსა შინა ქრისტიანისას. ყოველს კაცს ყოველთვის უნდა კონდეს შეგნება და გრძნობა თვისისა უღირსებისა და თვისთა ცოდვათა. კაცსა ცოდვილსა, ცოდვათა შინა შობილსა, ცოდვასა შინა ცხოვრების განმატარებელსა, რომელიღა აქვს მეტი საშუალება, რაითა მიიღოს ღვთისაგან მოტევება ცოდვათა. უკეთუ არა შეგნება, გრძნობა და აღსარება თვისისა ცოდვისა. რანაირად ილოცავს იგი, უკეთუ არა აქვს გრძნობა თვისისა ნაკლულევანებათა. რა სახით გაიმართავს თავსა თვისა, რა სახით მიიღებს სულიერ საწარმატებასა, უკეთუ არა იცნობს თავის თავს, უკეთუ არ ესმის სულიერი მდგომარეობათვის. გარნა შეგნება ცოდვათა, წუხარება უღირსებისა და სიცოდვისა გულსა შინა კაცისასა არის მოქმედება ღვთაებრივისა მადლის. სვიმონ პეტრემ მხოლოდ მაშინ შეიგნო თვისი უღირსება, როდესაც იხილა მან საკვირველება თევზის ნადირობისა. ოდეს მიახლა მას მადლი იგი განმაცხოველებელი მაცხოვარისა. იცოდე შენცა, უკეთუ გული შენი გრილ არს,
უკვე თუ შენ არა ზრუნავ და არა მწუხარე ხარ შენისა უღირსებისათვის, მაშინ სადამე არა შეგეხო შენ ჯერეთ მადლი ღვთისა. გარნა ვისაც მიახლა მადლი ღვთისა, ვისაც შეეხო განმაცხოველებელი იგი მოქმედება სულისაწმინდისა, პირველი მისი გრძნობა არის გრძნობა თვისისა უღირსებისა და სიცოდვისა. ცოდვა და ბოროტ მოქმედება მით უმეტეს არის საშინელი და წარმწყმედელი, რომელ იგი დააბნელებს გულსა კაცისასა და მოაკლებს მას შეგნებასა სიცოდვისასა. წინასწარმეტყველი დავით შთავარდა ერთხელ საშინელსა ცოდვასაშინა. სულიწმინდა განეშორა მისგან, გული მისი გაგრილდა. იგი აღარა გრძნობდა მწუხარებასა და თუმცა ცოდვა მისი იყო საშინელ, გარნა იგი იყო უზრუნველ და მოსვენებულ. ვიდრემდის ღმერთმან არ მიავლინა მისდამი ნათან წინასწარმეტყველი, რომელმანცა ამხილა მას. ვიდრემდის არ შემუსრა ღმერთმან მისი სიგრილე მრისხანებითა და სასჯელითა. მხოლოდ მაშინ შეიგნო და აღიარა მან ცოდვათვისი. მხოლოდ მაშინ თქვა, შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. უსჯულოება ჩემი მეუწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემს არს მარადის. ესრედ დააბნელებს ცოდვა კაცის გონებასა. ამისთვის გეშინოდეს ძმაო ჩემო, უკვე თუ გული შენი გრილ არს, რათა არ იყო დაპყრობილ ცოდვათაგან. ეცადე და გაათბე გული შენი ლოცვითა და კეთილმოქმედებითა. აღსდგები რა განთია ძილითგან, ევედრე ღმერთსა, რათა ყოველთვის მოგცეს მან ცნობა ცოდვათა შენთან. განმავლობასაშინა დიდისა დღისასა ეცადე და ჰქმენ რომელიმე კეთილი საქმე, რათა გული შენი მიეჩვიოს კეთილმოქმედებასა და რათა განძლიერდე კეთილსა ცხოვრებასაშინა. მიხვალ რა საღამოს მოსასვენებელად ილოცე მუხლმოდრეკით. ლოცვასა შინა შენსა ეცადე გაიხსოვნე და აღუარე ღმერთსა ყოველი ბოროტი სიტყვა და საქმე, რაიცა შეგემთხვა შენ. ნუ ხარ მზაკვარი წინაშე სინდისისა შენისა. ნუ ამართლებ, ნუ აპატივებ თავსა შენსა ცოდვასა და უღირსებასა შენსა. არამედ გულწრფელად აღუარე ღმერთსა, რათა განანათლოს ლოცვითა გული შენი და შეგატყობინოს შენი უღირსება. არ ქუ ღმერთსა, არ ვარ უფალო ღირს, რაითა დავსდგე დღეს წინაშე პირსა დიდებისა შენისასა. გარნა მიიღე უღირსება ჩემი და ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან. ხოლო უმეტეს ყოვლისა, მაშინ წარმოიდგინე უღირსება შენი, ოდეს ემზადები მიღებად საშინელისა, საიდუმლოისა, სისხლისა და ხორცისა უფლისა შენისასა. მაშინ თქვი, ვინ ვარ მე, უფალო, რათა მიგიახლო შენ. ვით არ კადნიერყო თავი ჩემი მიღებად უწმინდესისა გვამისა შენისა. ვით არ გისტუმრო მე შენ, ოდეს თვით რჩეულსა შენსა მოციქულსა პეტრეს შეეშინა, გიხილა რა შენ მახლობელად თვისა და გეტყოდა რა, განვე ჩემგან რამე თუ კაცი ცოდვილი ვარ უფალო. დასასრულ ესეცა შენიშნე, ძმაო ჩემო, თუმცა სვიმონ პეტრეს თხოვა უფალსა, განვე ჩემგან, გარნა უფალმან არა თუ დაუტევა იგი, არამედ უმეტესად მიეახლა მას. ვინაიდან სვიმონ პეტრემ შეიგნო და აღიარა თვისი უღირსება, უფალმან არა თუ დასტოვა იგი და განეშორა მას, არამედ მისცა მას უმეტესი მადლი და ღირსება. ნუ გეშინინ სვიმონ ამ იერიდგან იყო კაცთა მონადირე და ჭეშმარიტად შეიქმნა იგი მონადირე სულთა კაცთასა. მან ამ იერიდგან მოინადირა ბადესა შინა ქრისტესა სჯულისა უმრავლესი კაცნი, ვიდრე იქამუნდე თევზნი წყლიდან. ესრედ მოგაგებ შენსა ღმერთი, უკვე თუ შენ გრძნობ და აღუარებ მას შენსა უღირსებასა და ცოდვასა. იგი არა თუ არ განგეშორება შენ, არამედ უმეტესად მოგიახლება, მისთვის რომელ იგი ნახავ შენში მონანებასა და მწუხარებასა შენის უღირსებისათვის. შეგნება და გრძნობა შენთა ცოდვათა იქმნება დასაწყისად შენი საწყოვნებისა, რომელი მოგცეს ჩვენ ყოველთა ღმერთმან მადლითა თვისითა. ამინ. შეგვეციოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი, მისი ლოცვით, დღესხსენებული წმინდანების ლოცვით უფალმა მოგმადლოს მართლაც განცდა თვისთა ცოდვათა და ამ შეგრძნებით ცხოვრება ჩვენი ცხოვრების გზაზე. მართლაც არც ისე იშვიათად ვამბობთ ხოლმე ამას და უნდა უფრო მეტად ვამბობდეთ, რომ მიზანი ალბათ ჩვენი თითოეული ქრისტიანისა ის კი არ უნდა იყოს, რომ ესე ვთქვათ, სწორად გამიგეთ, ბრწყინვალე ქრისტიანები ვიყოთ, ადამიანი ამაზე კი არ უნდა ფიქრობდეს ყოველდღე.
რომ რაღაცა წმინდანი გახდეს და სასწაულები მოიმოქმედოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არამც და არამც მიზანი ადამიანისა, ქრისტიანისა უნდა იყოს განცდა საკუთარი ცოდვების, საკუთარი დაცემული ბუნების გააზრება. ეს უნდა იყოს თითოეული ქრისტიანის მიზანი და სხვა არაფერი. იმიტომ რომ ამ საძირკველის გარეშე რაც არ უნდა დააშენოს ადამიანმა, მერე თუ ამ საძირკველზე არ არის დაშენებული, აუცილებლად დაინგრევა. და რაც უფრო დიდი იქნება ეს აშენებული სახლი, მისი ნგრევა მით უფრო საშინელი იქნება და ტრაგიკული ამ პიროვნებისთვის. ამიტომ თითოეულმა ჩვენთაგანმა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ როგორ გითხრა გაბრიელ ეპისკოპოსმა, რომ კარგად დაფიქრდი, თუ გული გაგრილებული გაქვს, ილოცე და ევედრე ღმერთს და ნახეთ როგორი კარგი და მარტივი რჩევა მოგცა. დილით ადგები, ილოცე ღმერთს. შეევედრე რომ ძალა მოგცეს, შეევედრე რომ სინანული მოგცეს. დღის განმავლობაში შეეცადე კეთილი საქმე გააკეთო. საღამოთი შინ რომ მობრუნდები და ლოცვად დადგები, აუარე უფალ შენი იმ დღის განმავლობაში ჩადენილი ცოდვები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რჩევადარიგება არის წმინდანის მიერ ჩვენდამი მოცემული. იმიტომ რომ ადამიანს იმ დღის მოვლენები მაინც კარგად ახსოვს. ჯერ ცხელია ესე თქვა მის გონებაში ყველა ის მოვლენა, სიტყვა, ფიქრი, რომელიც მას ჰქონდა იმ დღეს და აღიარეო უფლის წინაშე. ითხოვე შენდობა ამ ცოდვების გამო და ისე დაიწყე ლოცვა. უთხარი უფალსო რომ უფალო მე ჩემი ცოდვების გამო ღირსი არა ვარ. შენ წინაშე დღეს რო დავდგე, მაგრამ შენი კაცთმოყვარების იმედი მაქვს და მიიღე ჩემ ცოდვილის ლოცვა და ამ შეგრძნებით ილოცე. ამაზე მარტივი რაღა შეიძლება იყოს ადამიანისთვის. აი რო დავფიქრდეთ, მართლა ამაზე მარტივი რა არის. მაგრამ თუ აი ამ ძალიან მარტივ წესებს შეასრულებს ადამიანი მთელი გულით, მისი ცხოვრება გაცილებით უფრო სიღრმისეული გახდება. გაცილებით უფრო სიღრმისეული ვინმე მანამდე იყო. იმიტომ რომ თუ ამას ადამიანი არ ასრულებს, მისი ქრისტიანული ცხოვრება არის ზედაპირული, მექანიკური, არაფრის მომცემი. უფრო სწორედ ვწდები არაფრის მომცემი არა, დამღუპველი და გამანადგურებელი ადამიანის, იმიტომ რომ ატყუებს ადამიანს გონია რომ ის არის ქრისტიანი და ამ დროს სინამდვილეში მას არაფერი არ სხია ქრისტიანის. მერთმა შეგვაძლებინოს კიდევ ერთხელ გავმეორდები რომ შეგრძნება საკუთარი ცოდვებისა ყოველთვის კონდეს. ნახეთ რა კარგად ხას გასმას რა კარგად აკეთებს წმინდა გაბრიელი რომ პეტრეო თქვენ რამე განსაკუთრებული ცოდვილი ნუ გეგონებათო. ის არც კაცისფლელი იყო, არც ქურდი იყო, არც ყაჩაღი იყო. ჩვეულებრივი ერთი მშრომელი პატიოსანი ადამიანი. ჩვეულებრივი მეთევზე დღეს ჩვენთვის ისე ჟღერს რაღაცა გასართობ საქმიანობად, იმიტომ რომ სათევზაოდ გასართობად დავდივართ. და გონია რომ ეს ძალიან იოლია ახლა მეთევზეს რო ვახსენებ. სინამდვილეში მეთევზეობა, პროფესიით მეთევზეობა დღესაც ერთ-ერთი ურთულესი პროფესიაა და მაშინ ხომ ითუმეტეს. წარმოიდგინეთ ვინ არიან პეტრე, რომ აღფრთოვანდები თითოეული ჩვენთაგანი პეტრეზე, იაკობზე, იოანეზე, ანდრიაზე. ეს ადამიანები არიან მეთევზეები, ძალიან მძიმე შრომით შოულობენ თავის არჩევს აბადებას. უმძიმესი შრომი. და თუნდაც ის დღევანდელი დღე, რაც ისტორია, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ სახარებიდან, წარმოიდგინეთ მთელი ღამე თევზაობენ. ერთი წუთით დაფიქრდით მთელი ღამე ზღვაში. აი ამ ტანჯვა წამებაში მთელი ღამე. და გამოვიდნენ და ბადეებს ამზადებენ, შლიან ბადეებს აწესრიგებენ, ესე თქვა და ამ დროს ეუბნება მაცხოვარი რომ შეიყვანენ ნავი მცირედ ნაპირიდან მოაცილე რომ ხალხს უნდა უქადათ. პეტრეს საქციელი როგორია, ნახეთ უსიტყვოდ ასრულებს ბრძანებას. როგორ არის ის თვითონ მოწყურებული რომ ღმერთის შესახებ სწავლება მოისმინოს. აი თვითონ როგორი მოწყურებულია, ნახეთ როგორი მომზადებული არის ამისთვის. ერთს არაფერს არ ამბობს, პირდაპირ აკეთებს რაც მას მაცხოვარმა უთხრა. ჯერ ხომ ეს სასწაული მას ნანახი არ აქვს, რასაც ცოტა ხანში იხილავს, მაგრამ ნახეთ როგორი მზაობა მასაც და დანარჩენ
მოციქულებსაც ჩვენ გვითხრა ხო დღეს სახარებამ რომ იოანე და იაკოვი მისი თანამოზიარენი იყვნენ. ანუ საქმეში ერთად იყვნენ ესე თქვა. აი ესეც ალბათ თითოეულმა ჩვენთაგანმა ძალიან კარგად უნდა გავიაზროთ. ასეთი დამოკიდებულების გარეშე ვერც ის მეორე დამოკიდებულება ვერ გვექნება ჩვენი წოდების გამო. თუ ადამიანი აი ესე არ არის მოწადინებული ღვთის სიტყვის მოსასმენად, ის ვერც საკუთარ წოდებს გაიაზრებს და ვერც სულიერ წარმატებას ვერ მიაღწევს. ყოველგვარი გადამეტების გარეშე გეტყვით. აი არ გეგონოთ რომ ამას იმიტომ ვამბობდე რომ რაღაცა ახლა ეფექტურად მინდა ვთქვა. ყველა მსახურების ზარი რომელიც არის, ეს არის სწორედ მოსული უფალი მაცხოვარი, რომელიც გეუბნებათ და გვეუბნება. რომ შეადგინე ნავი მცირედ, უნდა დავჯდე და ვიქადე. აი თითოეული ჩვენგანი თითოეულ აი ამ გაგონებაზე უნდა გარბოდეს. უნდა მირბოდეს ეკლესიაში, რაც არ უნდა დაღლილი იყოს, რაც არ უნდა გადაკანცული იყოს. და უნდა მთელი მონდომებით ისმენდეს სიტყვას, რომელიც ითქმება და იგალობება ეკლესიაში. ისე როგორც პეტრე და მოციქულები აკეთებდნენ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ და შევძლებთ რომ უფალი ჩვენი მაცხოვარი ვაღიაროთ და აღვიქვათ და შევიგრძნოთ როგორც შემოქმედი ღმერთი. სხვანაირად გამორიცხული. თუ ეხლა ადამიანი ფიქრობს რომ იცით რა მე ისეთი დაღლილი ვარ რომ უნდა დავისვენო, ასეთი დამოკიდებულებიდან არაფერი არ გავა. არაფერი. ერთი კვირა მაგ და ცოტა მეტი ხანი უნდა მეძინოს, ან დილით ძალიან დაღლილი ვარ და ლოცვაზე ვერ ავდგები, ან საღამოთი დავიღალე და უნდა დავიძინო, ასეთი დამოკიდებულებით აი ვიქნებით როგორც ოროსანი ბავშვია სკოლაში. იქ არის ზის, დროს კარგავს, წლებს კარგავს, მაგრამ ვერაფერს ვერ იღებს. აი სწორედ ესეთები ვიქნებით, თუ ის დამოკიდებულება არ გვექნება, რაც პეტრეს ჰქონდა. მაცხოვარი აქ არ აკეთებს განსხვავებას. ნახეთ, თუ სხვაგან, როდესაც ის მონაზნობაზე ლაპარაკობს, მოციქულებს ევედრება, რომ ეს ვინც დაიტევს, იმან აღასრულოს, აქ ყველას არ თხოვს ამას. აი ამას, რაზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, ამას ყველას თხოვს. ამ დამოკიდებულებას უფალი ყველას განითხოვს, თითოეული ჩვენთაგანისგან. არცეც არ გამოტოვებს. რაც არ უნდა მძიმედ გვეჩვენებოდეს ჩვენი ხვედრი. რაც არ უნდა მძიმედ გვეჩვენებოდეს, რაც არ უნდა დაღლილი იყო, თუ შენთვის პირველ ადგილზე ღმერთი არ დგას, მაშინ შენი წარმატება ძალიან დიდი კითხვის ქვეშ დგას. პირველი უნდა იყოს ადამიანისთვის ღმერთი. იმიტომ რომ მაცხოვარს რომ მკითხეს პირველი მცნება რა არის და ყველაზე მნიშვნელოვანი მან თქვა შეიყვარო უფალი ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა, ყოვლითა ძალითა შენითა. აი ეს არის უმთავრესი და უპირველესი მცნება, რომელიც არის მოცემული ადამიანისთვის. თუ ადამიანს ეს მცნება ეუცხოვება, მაშინ თავი აქედან გაუმდინარე დანარჩენი ყველაფერიც მისთვის გაუგებარი და შეუსრულებელი იქნება ცხოვრებაში. ამიტომ უნდა თითოეულმა ჩვენთაგანმა საკუთარ თავს შემოუძახოთ. უნდა შევახსენოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა საკუთარ თავს, რომ ჩვენ აქ ამ დედამიწაზე დევნულებაში ვართ, რომ ეს ქვეყანა არის სასჯელის ქვეყანა, რომელიც სასჯელიც გარდაუვალი იყო მანამ სანამ ქრისტე მოვიდოდა. და ქრისტეს ამ ქვეყნად მოსვლით, მისი ჯვარცმით და აღდგომით ამ სასჯელის არიდება შეუძლია თითოეულ ჩვენთანაც. და თუ ადამიანი ამისათვის ყველაფერს არ აკეთებს, მაშინ რა თქმა უნდა მისი წარმატება გამორიცხული. ამიტომ დღევანდელი ჩვენი სიტყვის მოდით მთავარი აზრი ეს იყოს, რომ ნუ
ისევ იგივეს გავიმეორებ, რაც ნიკოლოზ სერბმა თქვა, ნუ ვეთამაშებით საკუთარ ცხონებას, ნუ ვეთამაშებით საკუთარ მარადიულ ხვედრს. შევეცადოთ, რომ ყოველ დღე რაღაცა ახალი გავიგოთ ღმერთის შესახებ. შევეცადოთ, რომ უფალი ყოველთვის ახლოს გვყავდეს. ამის შესაძლებლობა გვაქვს. იყო დრო, როდესაც ადამიანებს წიგნები არ ჰქონდათ სახში, მხოლოდ მდიდართა დიდგვაროვანთა ესე ვთქვათ ბედნიერება იყო ის, რომ წიგნი ქონებოდა სახში. დღეს თითოეულ ჩვენთაგანს სახარება სახში გვიდევს, წმინდათა ცხოვრება სახში გვიდევს, ლოცვანი სახში გვიდევს და საშუალება გვაქვს, რომ ყოველ დღე გავახსენოთ საკუთარ თავს ის დიდი საქმეები, ის დიდი სასწაულები, რომელიც მაცხოვარმა აღასრულა იყო რა ჩვენს შორის. და თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს საშუალება, რომ პეტრესავით წავიკითხავთ რა, გავიაზრებთ რა ამ ყველაფერს, შევღაღავდოთ ღმერთს, რომ კაცი ცოდვილი ვარ უფალი. შემიწყალე, მაცხოვნე. გავიაზრებთ რა, რომ პეტრესავით ცოტა ვიძირებით აი მორევში, ამ ცხოვრების მორევში, ესე ვთქვათ და ვკარგავთ სარწმუნოებას. იღუპებით, შევძახოთ უფალს, რომ უფალო შემიწყალე. იხსენი ამ ყველაფრისგან და უფალი არ დააყოვნებს. ეხლა დღეს ჩვენ აქ იმის დრო არა გვაქვს, რომ ყველაფერზე ვისაუბროთ, მაგრამ სახარებაში არაერთხელ არის მაგალითი იმისა, რომ უფალი არასდროს არ ტოვებს მის მაძიებას. არასდროს. არა თუ სახარებაში, არამედ ძველ აღთქმაშიც. მთლიანად საერთოდ კაცობრიობის ისტორიას რომ კითხულობს ადამიანი, ეს არის ერთადერთი რამის ისტორია. როგორ უარყოფს კაცი თავის შემოქმედს და როგორ არტოვებს შემოქმედი კაცს და როგორ ზრუნავს, რომ კაცი ისევ იქ დააბრუნოს, რისთვისაც მან შექმნა იქ. როგორ გარბის კაცი ამისგან, როგორ მისდევს მაინც უფალი და ბოლოს ყველამ კარგად ვიცით, საკუთარი მხოლოდშობილი ძეც კი შეწირა ამ საქმეს უფალმა. აი ესე უყვარვართ ჩვენ უფალს, ამხელა საქმეებს აღასრულებს ჩვენთვის, ხო და ჩვენ ის მცირედი მაინც გავაკეთოთ, რომ არა თუ თქვათ, არც კი გავიფიქროთ, რომ დავიღალებ. როდესაც ზარი გვესმის ეკლესიაში, რომ მსახურება ყველა საქმე უნდა გადავდოთ, ყველაფერს უნდა მოვაკლოთ და იქ უნდა მივიდეთ, ვიდგეთ და უსმენდეთ იმ სიტყვებს, რომელიც აქ თქვენი და ჩვენი ყველასი ერთად საცხონებლად ითქმება. ეს ტყუილა არ დაწერილა, ამხელა შრომა ადამიანებს ტყუილა არ გაუწევიათ. ეს აუცილებელია ადამიანის გადარჩენისთვის. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ თავს ვიდვათ შრომა და ღვაწლი, რომელიც აუცილებელია ისევ ჩვენთვის და არა ღვთისთვის, ისევ ჩვენი გადარჩენისთვის. უფალმა დაგლოცო და გაგვართ.